აბა, დაფიქრებულ ხართ, რა არის სიყვარულის საბოლოო ფასი? აი ამ კითხვას გვისმავს მიხეილ ჯავახიშვილი თავის ერთ-ერთ ყველაზე ნამდვილად ყველაზე ამაღელვებელ მოთხრობაში. მოდით ერთად ჩავყვეთ ამ ამბავს და ვნახოთ, თუ რა წარმოუდგენელ, რა თავზარდამცემ ხვერპლზე მიდის ბაბუა თავისი ერთადერთი შვილიშვილის გადასარჩენად. ისტორია ზუსტად ამ სიტყვებით იწყება, აი პირველივე წინადადებიდან გვანახებს ავტორი იმ განსაკუთრებულ იმ თბილ კავშირს, რომელიც პაპა დიმოსა და მის შვილიშვილს რეჯანს აქვთ. დამიჯერეთ სწორედ ეს უსაზღრო სიყვარული იქნება მთელი ამ ისტორიის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მოდით წარმოვიდგინოთ პირველი სცენა. პატარა, ბნელი ოთახი. აქ ცხოვრობს უკვე ხანში შესული პაპა დიმო თავის შვილიშვილთან ერთად. გოგონას რეჯანს გამუდმებული სიცხე სტანჯავს. ეს არის მათი სამყარო, სიღარიბითა და მუდმივი დარდით სავსე. იცით, მათ ურთიერთობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ის თუ როგორ მიმართავენ ერთმანეთს. რეჯანისთვის ის არ არის უბრალოდ პაპა, ის არის პაპილო. აი ეს ალერსიანი მეტსახელი ხაზუსობს იმ სითბოსა და სიახლოვეს, რომელიც მათ ამ ძიმე ყოფას, ხომ ხვდებით, თითქოს ოდნავ მაინც უმსუბუქებს. და აი მოთხრობის მთავარი კონფლიქტიც. რეჯანის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. პაპა დიმო კი მთელ თავის ენერგიას, მთელ თავის იმედს, ყველაფერს რაც გააჩნია, მისი შვილიშვილის გადარჩენას უძღვნის. ეს არის მათი სასოწარკვეთილი ყოველდღიურობა. მაგრამ როგორ აღმოჩნდნენ ისინი ასეთ დღეში? იმისთვის, რომ მათი ტრაგედიის სრული მასშტაბი დავინახოთ, აუცილებლად უნდა გავიგოთ, ვინ იყო პაპა დიმო წარსულში. კონტრასტი უბრალოდ გამაოგნებელია, არა? ერთ დროს მდიდარი ვაჭარი, ახლა გაღატაკებული მოხუცია, რომელიც სიცივესა და შიმშილს ებრძვის. ეს არის მისი ტრაგედიის მთელი არსი. დაცემა მწვერვალიდან პირდაპირ ფსკერზე. ეს ქრონოლოგია გვიყვება უბედურებათა მთელ ჯაჭვზე, რომელმაც ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. წარმოიდგინეთ, მან გზაში დაკარგა მთელი ოჯახი, აბსოლუტურად ყველა, რეჯანის გარდა. რეშიანის ავადმყოფობა გრძელდება. დიმოს ისედაც მწირი დანაზოგი ნელ-ნელა ილევა და ის იძულებული ხდება, რომ ნელ-ნელა გაყიდოს მათი მჭირერიცხოვანი ნივთები. ეკიმის რჩევები, უკეთესი საცხოვრებელი, უკეთესი საკვები მის ფინანსურ შესაძლებლობებს რა თქმა უნდა ბევრად აღემატება. ამიტომ დიმო იძულებულია პირველი მსხვერპლი გაიღოს. რეჯანს სკოლიდან გამოიყვანს, რომ როგორმე მხოლოდ კვების გაუმჯობესებაზე მაინც იზრუნოს. და სწორედ აქ იწყება მისი სასოწარკვეთილი ბრძოლა. ის ყიდის იმას, რაც მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, საკუთარ დახლს. და ეს სამწუხაროდ მხოლოდ დასაწყისია. ოთახი ნელ-ნელა, ნივთ-ნივთ ცარიელდება. კომფორტის უკანასკნელი ნარჩენებიც ქრება. ეს უკვე განსაკუთრებით ძიმე მსხვერპლივია. რატომ? იმიტომ რომ ზამთარი ახლოვდება და სიცივე მათ პატარა სარდაფში სულ უფრო და უფრო იგრძნობა. და აი პაპა დიმოს გულს საკლავი მანტრა. ფრაზა, რომელსაც ის საკუთარ თავს იმისთვის უმეორებს, რომ როგორმე გაუძლოს ამ ზარდგაჭირვებას, რომ არ გატყდეს, არა უშავს რა. და გაყიდული ნივთების სია სრულდება. ახლა მათ ცივი, შიშველი იატაკის გარდა ფაქტობრივად აღარაფერი დარჩენიათ. დგება დღე, როცა ოთახი სულ ცარიელია. ნისიად აღარავინ არაფერს აძლევს, რეჯანი კი კვლავ ავად არის და შია. წნეხი წარმოუდგენელია. ბინის პატრონი ქირას ითხოვს, მეპურე და ბაყალი კი ნისიად პურსაც კი აღარ აძლევენ. რესურსი სრულიად ამოწურულია. მოდით ერთი წამით ამ კითხვაზე შევჩერდეთ. უბრალოდ შევიგრძნოთ მისი მდგომარეობის სრული უიმედობა. რა უნდა ქნა, როცა აღარაფერი დაგჭა? ეს კითხვა მოთხრობის კულმინაციისკენ მიგვიწვის. და აი მისი უკანასკნელი სასოწარკვეთილი იდეა. შოკის მომგვრელი და სიმართლე გითხრათ შემზარავი გაელვება მის გონებაში. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პაპა დიმო ბინიდან გარეთ გავარდება. მას უკვე ზუსტად აქვს გადაწყვეტილი, რაც უნდა გააკეთოს. აბა, წარმოიდგინეთ ეს სცენა. დაძაბულობა ექიმის კაბინეტში. დიმოს მთელი ყურადღება ერთ რამეზეა ფოკუსირებული, რაც შეიძლება მალე მიიღოს ფული რეჯანისთვის. ის არ პასუხობს ექიმის შეკითხვებს, მას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს: რა ღირს მისი ოქრო. მსხვერპლი გაღეულია. პაპა დიმო ექიმის კაბინეტს ტოვებს. ჯიბეში ფული უდევს. ფული, რომელიც რეჯანს ჭირდება. 6 ეს არის ოქროს კბილების რაოდენობა, რომელიც მან შვილიშვილისთვის გაიღო. 6 კბილი. აი ეს სია პირდაპირ გვაკავშირებინებს მის ფიზიკურ ტკივილს შვილიშვილზე მტკისიერ სრუნვასთან. ყოველი ნივთი, რასაც აქ ვხედავთ, ფაქტობრივად მისი სხეულის ნაწილის ფასია.
და აი მოთხრობის საბოლოო უძლიერესი ხატი. ეს არის მისი უანგარო სიყვარულის ყველაზე ნათელი ვიზუალური გამოხატულება. სავსე ხელები და დაცარიელებული პირი. მოთხრობა გვტოვებს ამ მარადიულ კითხვასთან ერთად. რა არის სიყვარულის საბოლოო ფასი? პაპადიმოს პასუხი ალბათ მისივე მსხვერპლია. უსაზღრო, უპირობო და აბსოლუტური.